დანგრეული ელექტროსადგურის შიგნით, სადაც ერთ დროს სახურავი იყო, თოვლით ხლად გადაეფინა გაღუნული ლითონის კონსტრუქციებსა და დაზიანებულ დანადგარებს. სარემონტო ჯგუფები ფრთხილად გადაადგილდებიან ნანგრევებში და მძიმედ დაზიანებულ და უკვე გამოუსადეგარ აღჭურვილობას ხსნიან. შემდუღებლები კი ღია ცის ქვეშ მუშაობენ და ყინვაში ცდილობენ შენობის სტრუქტურული ნაწილების აღდგენას. ობიექტზე, რომელსაც უკრაინის უდიდესი კერძო ენერგეტიკული კომპანია დეტეკი მართავს, ცოტა ხნის წინ რუსეთმა საჰაერო იერიში მიიტანა, რაც ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული ხანგრძლივი კამპანიის ნაწილია. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ელექტროსადგურის მდებარეობა, თავდასხმის დრო და მუშაკთა ვინაობა არ გასაჯაროვდება. სიტუაცია ძალიან რთული და უკონტროლოა. თავდასხმის დროს ჩვენ საკონტროლო ოთახში ვიყავით, ვასრულებდით ენერგობლოკის რუტინულ ოპერაციებს და ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობდით. ძალიან მიჭირს ამ ამბების გახსენება. штатні операції. დაზიანება მასშტაბურია, ობიექტის გარკვეული ნაწილები ფაქტობრივად ღია ცის ქვეშაა, რაც სარემონტო სამუშაოებს კიდევ უფრო ართულებს. მუშაკებს უჭირთ მუშაობა, რადგან ხშირად ტემპერატურა -10 გრადუსამდე ეცემა. აქ კედლებია და აქ სახურავი, ამიტომ უმძიმესი ფიზიკური შრომა გვიძევს. ამ ობიექტზე თავდასხმა რუსული კამპანიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცივი ზამთრის ფონზე უკრაინის ენერგომომარაგების შეფერხებას. მიყენებული ზიანის მიუხედავად მუშაკებს სამსახურიდან წასვლა და საქმის მიტოვება არც კი უფიქრიათ. ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს სხვა არჩევანი, სხვა გზა. როგორ შეიძლება დავნებდეთ და მივატოვოთ ყველაფერი, როდესაც ვიცით, რომ ჩვენი საქმე ჩვენს გამარჯვებას, გადარჩენასა და მომავალს ემსახურება. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა მხოლოდ 2025 წელს ენერგოინფრასტრუქტურაზე 4500-ზე მეტი იერიში მიიტანა. 2025-2026 წლების ზამთრის სეზონის დაწყებიდან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებმა ქვეყნის მასშტაბით ენერგოობიექტებსა და რაიონული გათბობის სისტემებზე 256 საჰაერო თავდასხმა აღრიცხეს. ოფიციალური პირების ინფორმაციით დაიბომბა 11 ჰიდროელექტროსადგური, 45 კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, 49 თბოელექტროსადგური და 151 ქვესადგური. ჯამში უკრაინამ სიმძლავრეების თითქმის 30 გიგავატი დაკარგა, რაც ამ მასშტაბის 5 ატომურ ელექტროსადგურს უტოლდება. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ენერგოობიექტებზე მიტანილი იერიშების შედეგად 75 ენერგეტიკოსი და მაღაროელი დაშავდა, ხოლო 14 სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.